დავიწყოთ ჯერ სკანდალში მხილებული პოლიციის განყოფილების თანამშრომლებით ყველა დუმს და არავინ საუბრობს იმაზე გამოიკითხნენ თუ არა კაციტაძის უწყებაში დაწყებული გამოძიების შემდეგ ადამიანის მკვლელობამდე მიყვანაში მხილებული სამართალდამცველები. ჩვენ გქონდა მცდელობა რომ გავსაუბრებოდით გლდანი ნაძალადევის მეშვიდე განყოფილების ხელმძღვანელს კახა პაპინაშვილს, რომელიც ასევე არის მხილებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომელზე ძალადობაში, სიკვდილამდე მიყვანაში, თუმცა მან ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. მისმა თანამშრომლებმა არ მოგწეს იმის შესაძლებლობა, რომ კითხვები დაგვესვა მასთანაც და ჩვენ ბუნებრივია მათთან დავშვით კითხვები, რომლებიც ჩვენთან კავშირზე გამოვიდნენ. პოლიციის განყოფილების რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ ასევე მონაწილეობდნენ დასუფთავების სამსახურის გარდაცვლილ თანამშრომელზე ძალადობაში. მათ ვკითხეთ, იყვნენ თუ არა გამოკითხულები კაციტაძის უწყების თანამშრომლების მიერ. კითხვაზე არ პასუხობა, ერთადერთი რაც გვითხრეს არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას სავარაუდოდ კაციტაძის უწყების მიერ დაწყებულ გამოძიებაზე. იცით რომ საგამოძიებო უწყება ნოდარ მელაძის შაბათის ანონსის გასვლის შემდეგ დაინტერესდა ამ ფაქტით, შევიდა გუშინ გლდანის პენტენციურ დაწესებულებაში და გამოკითხა ამ საქმესთან უშუალოდ კავშირში მყოფი მხოლოდ ერთი პირი. საუბარია ტატუნაშვილზე, ასევე დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ ბრალდებულ თანამშრომელზე, რომელმაც სასამართლო პროცესზე ამხილა გლდანი ნაძალადევის მეშვიდე განყოფილების პოლიციელები, თანამშრომლები მის კოლეგაზე ძალადობაში, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან კლინიკაში მოხვდა და გარდაიცვალა ის დაზიანებებით, რომელიც სავარაუდოდ მიადგა ცემის შედეგად. მაინტერესებს თქვენი თანამშრომლები გამოიკითხნენ თუ არა გამომძიებლების მიერ ის ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროფესიული პირი არა ვარ. თქვენ ისე მუშაობენ ის თანამშრომლები, ვინც სიკვდილამდე სცემეს აქ ადამიანი? არა ვარ ამ ფაქტთან დაკავშირებით. თქვენც მონაწილეობდით ცემაში? ალბათ მონაწილეობდი, არ ვარ ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით. და თქვენი თანამშრომლები ამასთან დაკავშირებით რა იცით, ვინც მონაწილეობდა გაათავისუფლეს, ან გამოკითხეს მინიმუმ? ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს სამინისტრო. გითხარით. ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი პირები, რომელიც ამ განცხადებას გააკეთებს. თქვენც მონაწილეობდით ამ ჯგუფში დაპირისპირებაში, თემაში. როგორ არის თქვენ განყოფილებაში მოხდა ეს ადამიანის სიკვდილამდე ცემის? თქვენც მონაწილეობდით? რაში? თემაში. არა, არ ვიცი ასე მისაუბრე. გამოიკითხნენ თქვენი თანამშრომლები? და გუშინ საგამოძიებო ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა კაციტაძის გამომძიებლებმა, როდესაც მათ გამოკითხეს ერთ-ერთი ბრალდებული ირაკლი ტატუნაშვილი გლდანის პენტენციურ დაწესებულებაში, არ დაინტერესებულან დანარჩენი ორი ბრალდებულით, რომლებსაც აქვთ უშუალო შემხებლობა ამ საქმესთან. საუბარია სმოუ სოიანზე და დიმიტრი სადოევზე, რომლებიც რესტორანში დაწყებულ ჯგუფში მონაწილეობდნენ და მათ წინამდე 26-ე მუხლით აქვს აღძრული საქმე საგამოძიებო უწყებას. ისინი არიან ერთგვარი ინფორმაციის მატარებლები, რა მოხდა შემთხვევის დროს, ჩხუბის დროს, რა დაზიანებები მიადგა გარდაცვლილ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს და რა მოხდა შემდგომ უკვე პოლიციის განყოფილებაში. უფლებადამცველის განმარტებით ერთ-ერთი მათგანი სმოუ სოიანი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა მეშვიდე განყოფილებაში, როდესაც სავარაუდოდ ხდებოდა ძალადობა გარდაცვლილზე. მან გაიგონა უშუალოდ ჩხუბის ხმები, ძალადობის ხმები და მას აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლებოდა მიდგომოდა გარდაცვლილ ალან ყაყუტიშვილს. ამიტომ საინტერესოა მისი პოზიცია და მისი ჩვენება. ის მზად არის თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა ყველასგან მოულოდნელად დღეს გაირკვა, რომ მისით არ დაინტერესებულან კაციტაძის უწყების გამოძიებლები. ბრალდებული ამბობს, რომ მზად არის მიაწოდოს სრული ჩვენება სავარაუდოდ მოძალადე პოლიციელების შესახებ გამოძიებას, თუ მისით დაინტერესდებიან, რა თქმა უნდა. ბოლოს ჩემი დაცვის ყოფები ვნახე პარასკევს, დღის პირველ ნახევარში. მაინტერესებდა მათი მდგომარეობა, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ციხეში, იმიტომ რომ ერთსაც და მეორესაც ფიზიკური დაზიანებები აქვს, ნაჭრილობები აქვს და მაინტერესებდა თუ როგორ და რა ვითარებაში იყვნენ იქ საქმეებში და შესაბამისად ვილაპარაკეთ საქმეზე და რაც შეეხება რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებას მათთან მიმართებაში არ ჩატარებულა. რა ვითარებაში მოხდა დაზიანება, რა ვითარებაში მოხდა ჩხუბი,
კითხვებს ჩვენ ვზადავთ, რომ გავცეთ პასუხი. რაც შეეხება ეს გარემოება, რომ თითქოს და გამოძება მუშაობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა ქოხერდაშვილი, ეს არ გამოვა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ, თუნდაც ქუშინეს სიუჟეტში, ჩხუბის თითოეული დეტალი, თუ რა ვითარება შემოხდა, როგორ მოხდა, გარკვეული შეწავლას და ზემოქმედებას პოლიციის განყოფილებაშიც ჰქონდა ადგილი. ვინაიდან ეგეც ალკო ოთახში იმყოფებოდა, მასაც უნდა ჰქონდა მხოლოდ ხმები განძღვის ხმამაღალი შეურაცხყოფელი სიტყვები ესოდა, მაგრამ ვინ ამბობდა ამ სიტყვებს და ვინ ილანძღებოდა, იგი ვერ ამბობს ამას. თუმცა აგრესიულ საუბრებს და შეწავლას, როგორც მორალურ ასევე ფიზიკურ შეწავლას, იგი ადასტურებს. ადვოკატები ეჭვობენ, რომ შესაძლოა კაციტადის უწყებამ არასწორი კვალიფიკაციით წარმართოს საქმე და საქმეში ბრალდებულ პირებს გადააბრალოს ეს დანაშაული, თითქოს თავდაპირველად დაწყებული ჩხუბის დროს მიადგა ალან ყარყუდიშვილს სასიკვდილო დაზიანებები და მას პოლიციის განყოფილებაში არ გაუსწორდნენ სამართალდამცველები. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ახლა კაციტადის უწყება, საგამოძიებო უწყება შეიძლება პოლიციელებს არ იდოს დანაშაული, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ. ადვოკატები ამბობენ, რომ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს და ცემის მუხლით აღძრულ საქმეს საგამოძიებო უწყებას არ გადააკვალიფიცირებენ, არ დაამძიმებენ მუხლს. მადლობა სოფო, პირდაპირ ეთერში სოფონია ური საუბრობდა.